დღეს შეიკრიბნენ ერთად ფიზიკის მეცნიერები, მათ გულებს იპყრობს ყოველი შეცნობის ჟინი და მადა. უნდა დასტყუონ ბუნებას ისევ მათ ზვიარებით, ბუნებამ კაცგან საგულდაგულოდ რაც გადამალა. დღეს გაიგებენ სარჩულად რა აქვთ კვარკებს დართული, რა ძლევს მასას გალაქტიკებს და მათ ყველა ატომს. და თუ გამართა ჰიგსის მოდელი ის სტანდარტული 40-ზე მეტი წელია მტკიცების აბუსრომ ნატრობს. გამოუყვნენ მეცნიერები პროტონებს სირვას, დაიპოვნიან რომის პაპზე უფრო ღვთიურ ნაწილაკს. თითქმის მზად არის კოლაიდერი. ჟურნალისტებო გთხოვთ რომ დატოვოთ ეს პერიმეტრი. შეუშვით მასში პროტონები ზუსტად იმდენი, რამდენსაც ითხოვს ეს ღვთაებრივი ექსპერიმენტი. აი დაიზრნენ პროტონები ორი ბოლოდან და როგორც დოხში ერთი მეორეს მცირედით ასწრებს. და რა იციან ბედი მოიქცა მათ დასე ბოროტად, სადღაც შუაში თავის მოწმეებს უნდა შეატყდნენ. გამოუყვნენ ფიზიკოსები პროტონებს სირვას, დაიპოვნიან რომის პაპზე უფრო ღვთიურ ნაწილაკს. ვაშა მოიხსნა კიდევ ერთი იქსი, უფრო დიდი აღმოჩენავი დღე იყო ასპირინი, ხარობს ყველა მხოლოდ ერთი ტირის იქსი, აღმოჩენილს მართლაც რომ ნული აქვს სპინი. და ფიზიკოსებმა იპოვეს საწირაკი, ყველაზე ღვთიური ნაწილაკი. ჩვენ ვინც ცხოვრობთ წმინდა და ვინც ცხოვრობთ ბოზობით, სულ ყველას ზაზე შეგვეციოს ბოზონი.